პოლიტიკური რეალობა აყალიბდება ქვეყანაში თვის ბოლოს მინიმუმ 2 ახალი პოლიტიკური პატიმარი ეყოლება ოლიგარქის რეჟიმს პროდასავლური ოპოზიციის შეფასებით ახალ ტალღას რეპრესიების აუცილებლად მოყვება როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა პოლიტიკოსები აცხადებენ რომ ქართული ოცნება ცდილობს შეაშინოს ყველა ციხით შეაშინოს ის ადამიანები რომლებიც ახლა ქუჩაში აპროტესტებენ პოლიტიკური ლიდერების დაკავებით რადგან პოლიტიკურ ლიდერებს ადებენ ხელბორკირებს, ასე დაიჭერენ ყველას, თუმცა მიუხედავად ამისა, პროდასავლური ოპოზიციური ლიდერების შეფასებით ბრძოლა არ დასრულდება, მათ არც დაკავებების არ ეშინიათ და აპირებენ იბრძოლონ ბოლომდე ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. მნიშვნელოვანია რომ არ მივცეთ წინაპირობები ივანიშვილს რომ ჩვენ მარტივად მოგვერიოს მიუხედავად ნებისმიერი მოცემულობისა ჩვენ ვიქნებით თითოეული პოლიტიკური ლიდერის მხარდამჭერი სოლიდარობის ნიშნად მათ გვერდით ამ სასამართლო პროცესებზე არ არსებობს არანაირი ალტერნატივა ამ ძალის დამარცხების გარდა. ამ კომისიის მიზანი იყო ორი: პროპაგანდა და პროპაგანდისტვის საკვების მიცემა და მეორეს მხრივ დაკავება პოლიტიკურ ლიდერების. ფიქრობ, რომ ველოდებით და უნდა ველოდოთ დაკავებას და პატიმრობას თითოეულ პოლიტიკურ ლიდერის. წინააღმდეგობა რეჟიმთან არის უმნიშვნელოვანესი და არ თანამშრომლობა მასთან. რასაც მოაქვს შედეგი არის ეს წინააღმდეგობას და არ თანამშრომლობას. ამ ყველაფრის დამსახურებაა ის, რომ დღეს ხელს არავინ არ თმევს ივანიშვილ კობახიძეს რუსულ ოცნებას, სანქციაზე ემატება და ამერიკაში მეგობარი აქტი განიხილება, რომელიც პირველ მნიშვნელოვან ეტაპზე უკვე მიღებულია და ასე შემდეგ. ამიტომ კი ველოდები, მათ შორის იმას, რომ მოხდება ლიდერების დაკავება, პროდასავლური პოლიტიკური ლიდერების დაკავება და ასე ველოდები იმას, რომ ამას ექნება კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ყველაფერი შეიძლება ქნას ბიძინა ივანიშვილმა, თავარია რომ ჩვენ არ გადავიდეთ მათ მოედანზე, არ დავიწყოთ ნერვიულობა იმაზე, ვინ როდის დაიჭვის, როდის დაიჭერს, ამან არ მოახდინოს ჩვენს ნებისყოფაზე გავლენა, მივაწვეთ ბოლომდე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის სისუსტის ნიშანი და არა ძალის ნიშანი. აღარ არის ბიძინა ივანიშვილი იმ ფორმაში, რომ პოლიტიკოსები მასში გამოკეტოს, რა ქვია, და ეს ადვილად გადაიტანოს. ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ მიხეილ სააკაშვილი 3 წელიწადზე მეტია არის ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პირადი ტყვე. ასეთ ტყვეობაში უნდა სხვა პარტიების ლიდერების აყვანაც, რომ შემდგომში რაღაც ვითარებაში ქართულ ოცნებას ჰქონდეს სათქმელი, რომ აი მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებში შემოსვლის სანაცვლოდ ვივაჭროთ კონკრეტული ადამიანების თავისუფლებით და ამ თემაში თუ ვინმე შეყვება ქართულ ოცნებას, იქნება მთლიანად ამ პროცესის ღალატი. პროდასავლური ოპოზიცია თანხმდება, რომ ჯაფარიძე, გვარამია, მელიას დაკავების საკითხი არ არის მხოლოდ მათი სამართლებრივი საკითხი, ეს არის დევნა განსხვავებული აზრის, რაც კიდევ უფრო მეტად არღვევს ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპებს. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ხალხი ბრძოლას არ შეწყვეტს. საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი არის, ზუსტად 4 საათზე უნდა დაიწყოს სასამართლო ხდომა გვარამიასაც სისხლის სამართლის მუხლით ედავება საგამოძიებო უწყება თია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დღეს წინა სასამართლოს ხდომა არის მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს მოსამართლემ, თუმცა არ არის გამორიცხული რომ პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენოს აკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. ეს მოლოდინი არსებობს, რადგან გვარამიასაც გაცხადებული აქვს ისევე როგორც ზურა ჯაფარიძეს და ნიკა მელიას, რომ ის არაპირებს გირაოს გადახდას.